გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელის სიახლეებით. კვარაცხელია შტამბეჭდავის სტატისტიკა და ბარკოლა კვარაცხელიაზე წინ. რა მოხდა ლიგა 1-ის დაჯილდოებაზე? გარდაუვალია თუ არა მიქაუტაძის ტრანსფერი? ლიონში სიტუაცია დღითიდღე იცაბება. თქვენთან კი მაქვს ტრადიციული თხოვნა. დამიფასოთ შრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე მოტივცადოთ, რომ ამ ვიდეოთი 99000 გამომწერზე ავიდეთ. რისთვისაც სულ რაღაც 300 გამომწერი გვაკლდება. მადლობა თუ შენეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. მამარდაშვილი კელეჰერის მდგომარეობაში, ბრიტანული მედიის პროგნოზი. ირლანდიელი კივინ კელეჰერი, რომელიც ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით მერსესაიდულ კლუბში გიორგი მამარდაშვილის ერთ-ერთ კონკურენტად მოიაზრება, მერსესაიდული კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსა. ბრიტანული მედიის ცნობით 26 წლის მეკარის გადაბირება პრემიერ ლიგაში აღზევებულ ლიდს იუნაიტედს სურს. რაც შეეხება გიორგის მომავალს, ამასთან დაკავშირებით სიმირორი შემდეგ კომენტარს აკეთებს. ლივერპულმა გასულ ზაფხულს დაადასტურა, რომ ვალენსიიდან მამარდაშვილი მიყავდა, თუმცა ერთი სეზონით ესპანურსავე კლუბში გაანათხოვრა. ახლა ბევრი სვამს კითხვას, როდესაც ეს ტრანსფერი იგეგმებოდა, რამდენად იქნა გათვალისწინებული კელეჰერის ინტერესები. არადა მიმდინარე სეზონში იმ მატჩებში, როდესაც ირლანდიელი მინდორზე გამოჩნდა, მის დამი პრეტენზიები არავის ქონია. სხვადასხვა ლივერპულის თავკაც არც არასდროს დაუმალავს, რომ მეკარის პოზიციაზე მის ძირითად დასაყრდენად ბრაზილიელ ფეხბურთელს მიიჩნევს. ამიტომ ეს კარგი ამბავი არ არის მამარდაშვილისთვის, რომელიც ნამდვილად არ იქნება მოხარული თუ კი ლივერპულში გადასვლის შემდეგ კელეჰერის მდგომარეობაში აღმოჩნდება. წერს სიმირორი. თუმცა გიორგის არაერთხელ უთქვამს, რომ ის ლივერპულში მეორე მეკარედ ყოფნას არ აპირებს. ამიტომ თუ მას ლივერპულში მსგავს როლს შესთავაზებენ, მამარდაშვილი კლუბს კვლავ ვიჯარის წესით დატოვებს. მოსალოდნელი გაუგებრობა. ზურიკოს მომავალი სენტ-ეტიენში და თურქული კლუბის პოზიცია. სენტ-ეტიენის საფრანგეთის ლიგა 1-ში დარჩენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რის გამოც სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები მწვანეების წამყვანი ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერის შესახებ საკმაოდ ბევრს წერენ. ბუნებრივია, ამ მხრივ ყველაზე აქტუალური გუნდის ქართველი უპირობო ლიდერი ზურიკო დავითაშვილის წასვლის თემა. ქართველმა ფეხბურთელმა კი რეიმსთან წინა სამაშო პრესკონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისგან თავი მაქსიმალურად შეიკავა. თუმცა სამაგიეროდ მის სიტუაციასთან დაკავშირებით ტრანსფერმარკეტმა დეტალურად დაწერა, რომელიც ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. გასულ ზაფხულს ბორდოდან 6 მილიონ ევროთ დამატებული ზურიკო დავითაშვილის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა. მსგავსი რაოდენობის თანხის მიღება კი ლიგა 2-ში დაქვეითებული კლუბისთვის ზურიკო ნამდვილად არ იქნება. თუმცა არსებობს ბევრი ხელისშემშლელი გარემოება და მოსალოდნელია გაუგებრობაც. ზურიკოს მწვანეებთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. ამიტომ თუ სენტ-ეტიენის შეფებმა ფინანსურ სარგებელზე უარი თქვეს და წამყვანი ფიგურების შენარჩუნება გადაწყვიტეს, ზურიკო დავითაშვილი ხელსაყრელ სიტუაციაში ნამდვილად არ აღმოჩნდება. წერს ტრანსფერმარკეტი. რაც შეეხება ზურიკოს მომავალს, სენტ-ეტიენის ქართველი ფეხბურთელი უცხოური კლუბების რადარზე იმყოფება. ერთ-ერთი, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება ბეშიქტაშია. შავთეთრები ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ზურიკოა. ბეშიქტაშის ინტერესთან დაკავშირებით კი თურქულ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი ჟურნალისტი სერკას მოროვას ცნობით, ბეშიქტაშს დავითაშვილი ნამდვილად აინტერესებს, მაგრამ მწვანეებისთვის შეთავაზებით არ მიუმართავს და არც ფეხბურთელთან ჰქონია კონტაქტი. ჯერჯერობით კლუბის სიტუაციის განვითარებას ელოდება და სწორედ ამის შემდეგ იმოქმედებენ. მე კი გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბეშიქტაშის მიზანი ევროტურნირების აგზურის დასაკუთრება. ამ დროისთვის კი ისინი მესამე პოზიციას იკავებენ და თუ არაფერი შეიცვალა, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად მიქაუტაძის გალათასარაიში შესაძლო ტრანსფერი ნელ-ნელა კვლავ აქტუალური ხდება. ცნობილი თურქული გამოცემა Fotosport.com წერს, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული ფინანსური პრობლემების გამო ლიონს გუნდის ორი ლიდერის, რაიან შერკისა და გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა მოუწევს, რაც გალათასარაის ქართველი შემტევის გადაბირების გზას გაუხსნის. მოგეხსენებათ, ლიონს ამ დრომდე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან სოლიდური დავალიანება აქვს. არაოფიციალური ინფორმაციით კი ეს თანხა 500 მილიონ ევროზე მეტია. ამის გამო კი მიდის საუბრები ლიონის ლიგა 2-ში შესაძლო დაქვეითებაზე. ალტერნატიული გამოსავალი კი გუნდის ლიდერების გაყიდვა. ამასთან იწერება, რომ მიქაუტაძის გუნდს UEFA-მ შესაძლოა რამდენიმე წლიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს. ხოლო გავლენიანი ფრანგული გამოცემები ეკიპი და RMC სპორტი წერენ, რომ თუ ახლოეს თვეებში კლუბის ხელმძღვანელები ფინანსურ მდგომარეობას არ გამოასწორებენ, ლიონს UEFA-სგან მკაცრი სანქციები ემუქრება, რაც ორგანიზაციიდან გარისხვასაც გულისხმობს. კლუბის ხელმძღვანელები კი ერთ-ერთ გამოსავლად ლიდერების გაყიდვას განიხილავენ. გუნდში კი იმედი აქვთ, რომ ამ გზით ლიონი 100-დან 150 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს. დანარჩენი ხარჯები კი ხელფასებისა და ადამიანური რესურსის შემცირებით დაისოგება. ამიტომ ამ რეალობიდან გამომდინარე, დიდია შანსი, რომ სეზონის ბოლოს მიქაუტაძემ კლუბი დატოვოს. ცოტა ხნის წინ ლიგა 1-ის 2024-25 სეზონის დაჯილდოება გაიმართა, სადაც რამდენიმე ნომინაციაში საუკეთესო გამოავლინეს. წლის საუკეთესო ფეხბურთელი
ფეხბურთელი PSG-ს ვარსკვლავი უსმან დემბელე გახდა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი ასევე PSG-ს ვარსკვლავი დეზირე დუე. სეზონის სიმბოლურ ნაკრებში კი 9 ფეხბურთელი სწორედ პარიზული გუნდიდან არის წარმოდგენილი. ხოლო როგორც ხედავთ, კვარაცხელიას ადგილს ბარკოლა იკავებს. ამიტომ ჩნდება კითხვები თუ რატო ვერ მოხვდა კვარა სიმბოლურ ნაკრებში, მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე დროში გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა. მიზეზი სწორედ ის არის, რომ ხვიჩა პარიზში სეზონის მეორე ნახევარში გადაბარგდა. სიმბოლურ ნაკრებში კი მხოლოდ ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც მთელი სეზონი ამ ჩემპიონატში გაატარეს. ეს კი ხვიჩასთვის რა თქმა უნდა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ყველა ვიცით, რომ შემდეგ სეზონებში ქართველი ამ დაჯილდოების განუყრელი ნაწილი იქნება. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების შემდეგ დეზირე დუემ კვარაცხელიას შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა. გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია ზამთარში შემოგვიერთდა. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელსაც გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ მოაქვს. ბარკოლასა და დემბელეს PSG-ში გადმოსვლამდე ვიცნობდი და ვფიქრობ, გუნდში ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს. ჩვენ ერთმანეთს ბიცკს ვაძლევთ და ვცდილობთ უკეთესი გავხდეთ. ძლიერ გუნდად კი სწორედ ეს გვაგვცევს, განაცხადა დუე. რაც შეეხება კვარაცხელიას სტატისტიკას, ქართველი ფეხბურთელი ორამეში საგრძნობლად გაუმჯობესდა. კერძოდ საფეხბურთო გამოცემა 90 სკორმა მაისის თვეში ოქროს ბურთის ნომინანტთა სია განაახლა. სასიხარულო ფაქტი არის ის, რომ კვარაცხელი ამ სიაში 4 პოზიციით დაწინაურდა. ქართველი წინათვის სიაში მე-15 პოზიციას იკავებდა. ახლა კი ის მე-11 ადგილს იკავებს. ხვიჩა კი განვითარებას განაგრძობს და მის შესახებ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სტატისტიკა გავრცელდა, რითიც კვარაცხელია მესიზე, მბაპეზე და ვინისიუსზე წინა. კერძოდ კი სპორტმა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ ტოპ 15 შეადგინა და მის რეიტინგის სათავეში პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი კვარაცხელია იმყოფება. ეს გამოცემა კი ხვიჩაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვარაცხელიას ნაპოლიში მხოლოდ 2 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, როდესაც უკვე მას პარტენოპეის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს ადარებდნენ. ქართველი გარემარბის ახალი მეცახელი კვარადონა იტალიური გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა და მთელი ნახევარკუნძულის ალაპარაკო თემა გახდა. რა თქმა უნდა, ხვიჩას რთულად წარმოსათქმელი გვარი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახლდათ, მაგრამ მთავარი მაინც ხრიკების უსაზღვრო არსენალი იყო, რომელთა გამოც ხვიჩა ყველა დროის ალბათ საუკეთესო დრიბლიორთან დიეგო მარადონასთან შედარებას ნამდვილად იმსახურებდა. კვარაცხელიამ ნაპოლიში დაუვიწყარი წლები გაატარა და მისი სახელი პარტენოპეის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა. ზამთარში კი ხვიჩა პარი სენ-ჟერმენში გადავიდა და პარიზში ახალი ცხოვრება ცეცხლოვნად დაიწყო. ხვიჩა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც PSG-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გაუჩინა. წერია გამოცემაში. ერლინგ ჰოლანდი და ბარსელონა რა ხდება რეალურად? ჩაბი ალონსოს მოთხოვნა ფლორენტინო პერეს. რა გეგმები აქვს ესპანელ სპეციალისტს მადრიდულ კლუბში? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჩაბი ალონსო მიმდინარე სეზონის შემდეგ ბაიერ ლევერკუზენს დაემშვიდობება და მადრიდის რეალს ჩაიბარებს. ხოლო ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ფაბრისიო რომანო იუწყება, რომ ალონსომ უკვე გადაუგზავნა ფლორენტინო პერეს 3 კონკრეტული პოზიციის გაძლიერების მოთხოვნა. საუბარია ახალ მარცხენა მცველზე, ცენტრალურ მცველსა და ცენტრში მყოფ ნახევარმცველზე. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ალონსოს სურვილია, რომ ყველა ეს ტრანსფერი 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე განხორციელდეს. ალონსოს რეალში დაბრუნება მწვრთნელის რანგში კი დიდი ინტერესის საგანია. მის პირველ ნაბიჯებს კი განსაკუთრებით სატრანსფერო ბაზარზე გულშემატკივრები და ანალიტიკოსები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან. ამიტომ ნახოთ თუ ვის დამატება შეესწრება ჩაბი ალონსო. მომავალი წლიდან კატალონიის ბარსელონას ამბიციური გეგმები აქვს. წელს ძალიან კარგად დავინახეთ თუ როგორი პოტენციალის მქონე გუნდი ყავს ბარსას. თუმცა ისიც კარგად გამოჩნდა, რომ კლუბს გარკვეულ პოზიციებზე პრობლემები აქვს. ერთ-ერთი კი სწორედ ცენტრ ფორვარდის პოზიცია, რადგან ლევანდოვსკი უკვე 36 წლისაა და სეზონის სრული ენერგიით თამაში აღარ შეუძლია. შესაბამისად, ბარსამ მის შესვლაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. ამასთან დაკავშირებით კი ელ ნაციონალი საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რის მიხედვითაც ბარსას მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდია. გამოცემის ინფორმაციით ბლაუგრანა უკვე მუშაობს 175 მილიონი ევროს მობილიზებაზე, რადგან სწორედ ამდენია ნორვეგიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი. კატალონიელები ლევანდოვსკის ეპოქის დასრულების შემდეგ ერლინგ ჰოლანდს განახლებულ გუნდში საკვანძო ფიგურად მოიაზრებენ. ჰანსი ფლიკს კი ეს ტრანსფერი ძალიან სურს, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ ნორვეგიელმა ფორვარდმა სიტისთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, რომელიც 2034 წლამდეა გათვლილი. ამიტომ ბარსას ამ ეტაპზე გასარკვევი აქვს, სურს თუ არა კარიერის ამ ეტაპზე ერლინგ ჰოლანდს კლუბის გამოცვლა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.